მოგესალმებით ყველას, ახლა გაგიკეთებთ საჭირო გაშლა შეკითხვაზე თუ რა სიახლეები მოიჩქარეს თქვენს ცხოვრებაში და რატომაც ეს დასტა არ მინდა. რამე უფრო რა მინდა. კაი, ეს დასტა იყოს. დასტა რა ლემერმანია. რა მოიჩქარეს თქვენს ცხოვრებაში და გვინდა ძალიან დაბა, ხო? აი ეს. ესე ბევრად უკეთესი კი. რა მოიჩქარეს თქვენს ცხოვრებაში? ხელები და ფეხები არ გადააჯვარედინოთ. რა ჭირს რა უცნაურად. აი ეს. რა მოიჩქარეს თქვენს ცხოვრებაში? პირველი და მეორე. პირველი ვარიანტისთვის გქონდეს აი ეს. და მეორე ვარიანტისთვის გქონდეს მოდი იყოს ლაზურიტი. ჩანს ხო? კი, პირველი და მეორე. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. მე გავწევ მეორეს და პირველი ვარიანტით დავიწყოთ რა მოიჩქარეს თქვენს ცხოვრებაში. საინტერესოა. მოდი დავამატებ არკანებს, რომ უფრო კონკრეტული მიმართულება ჰქონდეს ამ ძალიან საინტერესო არკანს. და ძალიან მრავალმხრივი მაგათია. და რას ეხება ეს კონკრეტულად? რა სფეროს შეეხება? აჰა. გავიგე. შვენიერი. შემდეგ. რასასიამოვნო პასუხია პირველი ვარიანტი. ეხლა გეტყვით რა ხდება თქვენთან, ჩემი ძვირფასებო. დავიწყებთ რომ მე გავაგრძელებ. თქვენთან მოიჩქარის ის, რომ რაღაცები დასრულდება თქვენს ცხოვრებაში, ოღონდ ეს დასასრული ცუდი კი არ არის, პირიქით. აი რაღაც უიღბლო პერიოდი მაგალითად, ან ჩაკეტილი მდგომარეობა, აი ნებისმიერი რაღაცა ისეთი, რაც იწელებოდა დროში, აქამდე თქვენს ცხოვრებაში, აი ეს მდგომარეობა დასრულდება თქვენს ცხოვრებაში. მე რომ ვიკითხეთ და დავაზუსტე, რომ რა საკითხს და რა სფეროს ეხება მეთქი ეს დასასრული, აქ მივიღე პასუხი, რომ დიდი ალბათობით ეს შეიძლება შეეხებოდეს თქვენს პირად ცხოვრებას. ოღონდ ეს პასუხი ახლა რას მოიაზრებს? თუ ვინმე იყავით ტოქსიკურ ურთიერთობაში, ძალიან არაჯანსაღ პარტნიორთან, მაშინ ამ ადამიანთან ისე დაასრულებთ ურთიერთობას, რომ ამოისუნთქებთ და ბედნიერი იქნებით. ან რაღაცას ისე გაარკვევთ, რომ აი თქვენ თავს კმაყოფილად იგრძნობთ ყოველ შემთხვევაში. თუ ვინმე მარტოხელები იყავით დიდი ხნის განმავლობაში და თქვენთვის საინტერესო პარტნიორი არ ჩდებოდა აქამდე არასდროს, მაშინ ეს მარტოსულობის თუ მარტოხელობის პერიოდი სრულდება. ნებისმიერ შემთხვევაში სრულდება რაღაც ისეთი, რაც თქვენ გაწუხებდათ და ეს დასასრული იქნება თავის მხრივ დასაწყისი იმისა, რომ ახალი ციკლი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში და ახალი პერიოდი შემოვა, ხო? ეხლა სხვათა შორის ეს არკანები და ეს ბარათები, რაც აქ მაქვს, ხო? მესაუბრება ამაზეც, რომ თუ კი რაღაც შიშები გქონდათ, თუ კი რაღაც გაურკვევლობები, სხვათა შორის ვიღაცებისთვის ეს შეიძლება იყოს შერიგება წარსულის ადამიანთან, რომელთანაც რაღაც გაურკვევლობების გამო დაგისრულდათ ურთიერთობა. აი ასეთ რაღაცას ფიქრობს ეს ადამიანი.
ფიქრობს ეს ადამიანი, ვინც თქვენს წარსულშია, რომ აი რაღაცა გამოვიდეს კონტაქტზე, აი წამომც და უცებ სანამ აზრი დავასრულე, მეორე აზრი ეგრევე გამომექცა. ანუ წარსულის ვიღაცა ადამიანი, ვისთანაც რაღაც კონფლიქტური, რაღაც დაძაბული, გაბუტული თუ რაღაც ესეთი ურთიერთობა გქონდათ, ფიქრობს რომ გამოვიდეს კონტაქტზე და მინიმუმ გაარკვიოს მაინც რაღაცები, გულახდილად დაელაპარაკოთ ერთმანეთს, ან თუ ასეთ შემთხვევას არ განიხილავთ, ეხლა მე ბევრ ვარიანტს იმიტომ ვამბობ, რომ ყველას ესე თუ ისე შეეხოს, ხო? აქ ხო ერთი ადამიანი არ მისმენს. ამიტომ ყველასთან უნდა მოვიდე როგორმე, ხო? თუ ეგ ვარიანტი არ გქონდათ, მაშინ გამექცა აზრი. ხო, ანუ მაშინ თქვენი მსოფლმხედველობა და თქვენი წარმოდგენები სასიყვარულო ცხოვრებაზე, პირად ურთიერთობაზე ისე გადასხვაფერდება და ისე შეიცვლება, შეიძლება თქვენი პრიორიტეტები, შეიძლება თქვენი მოლოდინები, ან ის თუ როგორ პარტნიორს ეძებთ, მოკლედ რაღაც აი გადაგისხვაფერდებათ წარმოდგენები თქვენს აი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და იმას თუ რასელით პარტნიორისგან, როგორ პარტნიორს ეძებთ და ასე, ანუ რაღაცას დაალაგებთ, რაღაცას გაიაზრებთ, რაღაცას გადაწყეთ, გადაჭრით, მოაგვარებთ. ოღონდ აი რაღაცას დაასრულებთ ერთ რაღაცა პერიოდს და всё, ანუ მოდი რა დავიწყო რაღაცა ახლიდან, ხო, ჩემ ცხოვრებაში. აი ესეთი სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ სანამ სიახლე შემოაჯერ ეს დასასრული და აი რაღაცა ეს ციკლი უნდა დაასრულოთ, რაღაცა ბოლომდე დააწერტილოთ. სხვათა შორის აქ მამაკაცები ვინც მიყურებთ, თქვენთვის პირდაპირ ეს ქალბატონი გამოგვიჩნდა ეს საკმაოდ ესეთი დინჯი, მშვიდი ხასიათის ქალბატონის სიგნიფიკატორია ხოლმე აქ ამ დასტაში ესეთი საკმაოდ ორგანიზებული ქალბატონი, რომელმაც იცის როგორ მართოს თავისი ცხოვრება, როგორ გადაანაწილოს მისი დრო, ენერგია, რესურსი და ასე შემდეგ, ხო? სხვათა შორის აი თუ კი არსებობდა რაღაც პერიოდი, ცოტა ისეთი ან პერიოდი ან აი რაღაც დამაბრკოლებელი გარემოებები თუ არსებობდა თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში, ხო, შეიძლება ძალიან დალაგებული გაქვთ უშუალოდ თქვენს პარტნიორთან, მაგრამ რაღაცა გარემოებები, შეიძლება ფინანსური საკითხების გამო ვერ გადადიოდეთ ერთად, ან ქირით ხართ და საკუთარი გინდათ, ხო, აი რაღაცები რაც გაბრკოლებდათ აქამდე თქვენს ურთიერთობაში, აი ეს საკითხები დაიძრება. სხვათა შორის ახლა ვიღაცები შეიძლება სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაშიც გადახვიდეთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი შიშები, რაც აქამდე გაგაჩნდათ სასიყვარულო ცხოვრებაში და თქვენი აი ეს დაძაბული მდგომარეობა, აი ეს მდგომარეობა შეიცვლება პირიქით დადებითად და აი ძალიან ბევრი სიხარული შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ერთგული ადამიანები დარჩებიან თქვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის, აი რაღაც ისეთი პერიოდი ჩანს, მე ესე მინდა გითხრათ, რომ აი ცხოვრება თვითონ გადაალაგებს, თვითონ გაგიფილტრავთ ადამიანებს გარშემო. აი ეს მოდის ინფორმაცია, იცით როგორ აი არა ლენორმანის და არა არკანების მიხედვით, აი უბრალოდ მოდის ეს ინფორმაცია და მინდა რომ ესეც გავაჟღერო. თქვენს ცხოვრებაში დაიწყება გაფილტრვა ადამიანების და აი თვითონ დაგანახებენ ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს. აი თითქოს ნიღბები ჩამოსწრებათ და ის ადამიანები, ვისგანაც შეიძლება ყველაზე ნაკლებად მოელოდებოდით, რომ თქვენთან დარჩებოდნენ, აი ისეთი ადამიანები დარჩებენ, ვისაც არ იფიქრებთ, რომ აი თურმე ესეთი
კეთილგანწყობილები ყოფილან თქვენს მიმართ, ან ვინც გეგონათ, რომ პირიქით თქვენიანი და თქვენთან ახლოს მყოფი ვინც გეგონათ, შეიძლება სწორედ ეს ადამიანები წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან, რაღაც გარემოებების გამო, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში, აი თითქოს აი ნახეთ ეს მზე ამ შემთხვევაში, ხო? მე პირადად ასე მენიშნება, რომ ადამიანები ნიღბებს მოიხსნიან, უბრალოდ აი მათი ნიღბები ჩამოდნება თქვენს თვალწინ. აი ესე დაალაგდება რაღაც პროცესები თქვენს ცხოვრებაში და ისე გასუფთავდება გარემო თქვენს ცხოვრებაში. ეხლა თქვენ შეიძლება გული დაგწყოთ, რომ აი ვიღაცები მიდიან და რაღაც არა, არც ერთი წამით ისეთი სუფთა, ისეთი დალაგებული სივრცე გექნებათ თქვენს გარემოცვაში, რომ აი სიწყნარე, სიმყუდროვე, აი რაღაც აი პატარა მყუდრო გარემო გექნებათ თქვენს რეალობაში და თქვენს ცხოვრებაში, ხო? ეს ბევრნაირად შეიძლება გავიგოთ, ხო? ანუ თუ კი მართლა რაღაცა ბინის პრობლემა იყო, შეიძლება აი ცალკე თქვენთვის წყნარად მშვიდად გადახვიდეთ, ხო? ან უბრალოდ ცხოვრებაში ადამიანები, აი ხო იცით ეს ჯავახიშვილის სიტყვები თუ სწორად მახსოვს, წყალნი წავლენ და წამოვლენ ქუშანი დარჩებიან, ხო? აი რაღაცა ესეთი მოხდება თქვენს ცხოვრებაში რა, ანუ ნამდვილი ადამიანები დარჩებიან თქვენთან და ვინც წასასვლელია დრო და გარემოებები თვითონ წაიღებენ და იცი რა, ეხლა ცოტა ესეთი მოსასმენი შეიძლება იყოს, მაგრამ მე რა, ყველა ადამიანი მარადივად ვერ დარჩება თქვენს ცხოვრებაში და ეგ ძალიან ნორმალურია. განვითარების რაღაცა ეტაპზე, როცა სწდება თქვენი და იმ თქვენი ნაცნობების შეხედულებები და ასე ვთქვათ, მიმართულება ცხოვრების, ხო? ეგეთი რაღაცა ნორმალურია და სეპარაცია კიდე ადამიანისთან მიმართებაში ეგეც არაფერი დიდი პრობლემა არ არის. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თქვენ ძალიან საინტერესო პერიოდი გექნებათ. მაინც და მაინც ახლა ძაფრად ნუ მიიღებთ ამ მოვლენებს და პროცესებს, იმიტომ რომ ყოველთვის დაიმახსოვრეთ, კარგად დაიმახსოვრეთ. როცა თქვენი ცხოვრებიდან ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ მიდიან, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს გარემოცვაში სივრცე თავისუფლდება. თავისუფალი სივრცე კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ღია ხართ და მზად ხართ ცვლილებებისთვის, სიახლეებისთვის, ახალი გარემოსთვის, ახალი ადამიანებისთვის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ასე რომ პირიქით ეს ძალიან კარგია. და ამაში პირადად მე ამაშიც ვერაფერს ვერ ვხედავ. თუმცა ხა თქვენ როგორც კი შეჭირეთ, ისე შეხედეთ, მაგრამ გაშლის მიხედვით აქ პირიქით თქვენ სასიკეთოდ ხდება ყველაფერი. ასეთი იყო ჩემს პირველ ვარიანტთან, ჩემს მაყურებლებთან და მსმენელებთან. მე რა თქმა უნდა გისურვებთ, რომ ეს ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციული პერიოდი გაგევლოთ უმტკივნეულოდ ზედმეტი ემოციების გარეშე, იმიტომ რომ ესეთები ასეთ რაღაცებზე ყველაფერზე რა ნერვები მოიშალოთ. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ჩვენი გულთან ახლოს მივიტანოთ ყველაფერი, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ცოტა მსუბუქად მივდექით იმ ცვლილებას, რასაც სამყარო თქვენსავე სასიკეთოდ ამზადებს. ლაიქებში და კომენტარებში გელოდებით, რა თქმა უნდა, და ახლა გადავედი მეორე ვარიანტზე, ვინც ლაზურიტი ჩაიფიქრა. თქვენთან რა მოიჩქარის? რა მშვენიერი არკანია? მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც უნდა ჩავყვეთ დეტალურად. რა მოიჩქარის მეორე ვარიანტთან? აი როგორ კარგად შედავდექი ახლა, იცით, ვერ წარმოიდგენთ, აი გაზაფხულზე რა რაღაც საოცრად კარგი ამინდია და აი გაზაფხულის ატმოსფეროსთან შინც რო ახლდები, აი ეგეთი შეგრძნება მაქვს ახლა მეორე ვარიანტთან. სიხარულის და განახლების შეგრძნება დამეუფლა ახლა აქ. და იდეაში ეგ პერიოდიც კი გიჩანთ, ვარსკვლავიც, მართლა ჩემო. და საინტერესო ენერგიებში ხართ.
რა მოიჩქარის თქვენთან? Так. თქვენს ცხოვრებაში მოდი დავიწყებ თავიდან, კაი? თქვენს ცხოვრებაში მოიჩქარის უპირველეს ყოვლისა ძალიან საინტერესო საუბარი, კომუნიკაცია. გარკვეულწილად შეიძლება მივიღოთ როგორც ფლირტი, როგორც სასიყვარულო სფეროს მიმართულებითაც შეიძლება რომ აღვქვათ ეს ბარათი ამ შემთხვევაში, რატომაც არა. ასევე უბრალოდ აი კარგი ნაცნობობის, საინტერესო ადამიანთან შეხვედრის და გადაკვეთის ხო ეს მომენტიც შეიძლება იყოს. კი ბატონო, ეს გავიგეთ, ახლა მაგის გარდა კიდევ რა მოდის? ადამიანი მოდის შორგზიდან. ადამიანი, ვისაც უყვარს მოგზაურობა, გადაადგილება, ცვლილებები, აი და კიდე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ კი თქვენ გქონდათ დაგეგმილი რაღაც შენებლობა, რემონტი, თუნდაც აი რაღაცისთვის საფუძვლის ჩაყრა, რაღაც კომპანიის თუ ორგანიზაციის დაარსება, აი რაღაც რა ვიცი, აი რაღაცის შექმნა თუნდაც მართლა უბრალოდ სახლში რემონტის ან ავეჯის შეცვლა, ხო? აი ესეთი რაღაცა თუ გქონდათ გეგმაში, ამასთან დაკავშირებით რაღაცა საინტერესო იდეა მოგივათ თავში. სხვათა შორის აი თუ რამე ესეთი ბიზნესის დაწყებას თუ აპირებდით, ძალიან კარგი იქნება ქალბატონთან ერთად თუ გააკეთებთ, ოღონდ ცოტა ასე კი უფროს, უფრო გამოცდილ ქალბატონთან თუ ამას გააკეთებთ, იქნება ძალიან კარგი. ასევე ვიღაც ქალბატონის მეშვეობით შეიძლება თქვენთან მოვიდეს ინფორმაცია, უფრო აი ენის მოტანას შეიძლება გავდეს, რომ აი ვიღაცამ თქვენზე წაისისინა, რაღაც წაიჭორავა თუ ნუ რაღაცა ესეთი, მაგრამ აი მაგასაც რომ გაიგებთ, სინამდვილეში თქვენი რეაქცია იქნება ისეთი, რომ აი იმდენად სხვა საფეხურზე ხართ მაგ ადამიანების გარშემო შეიძლება სასაცილოდაც არ გიყოთ მაგ ადამიანების აზრი და მე ვფიქრობ, რომ დიდად ყურადღებასაც არ მიაქცევთ ახლა მაგათ ეგეთ გამოხტომას და აი პირიქით უფრო თავდაჯერებას მოგმატებთ, მე ვფიქრობ, აი ეგ რაღაც წაჭორავება თუ რაღაც, იმიტომ რომ როცა ადამიანი ჩვენ ზურგს უკან საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ადგილი არის ზუსტად იქ და ეგ ნიშნავს იმას, რომ იმდენად პატარაა და იმდენად უინტერესო ადამიანი, რომ იმის ნაცვლად საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებაზე კონცენტრირდეს, გადა თქვენსაც განიხილავს, ხო? ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას, რომ ძალიან მცირეა და ძალიან მწირია როგორც ადამიანი და ნუ ეხლა თავისი გაჭირვებია ვიღაცა დეგენერატით გადაუყურებს თქვენ ცხოვრებას, ხო? ეხლა რაში გეფიქრებათ, რაში გედარდებათ? მაგას ეხლა მოусმეს, ისევ თავისნაირი ვიღაცა კეკელკა და ცოტა მოიდიოტო რაღაცა წარმონაქმნი. ხო, ეხლა ეგეთ ადამიანს სამეგობროში და საძმაკაცოში და სადაქალაქოში ნორმალური არავინ არ ეყოლებოდა. ეხლა პათოლოგები თქვენზე რას იფიქრებენ? ხო, მოკლედ, რაღაცა აი მაგასაც ძალიან ესე აი ფეხებზე დაიკიდებ თუ ხიშად რო გითხრათ რა. და სხვათა შორის აი ის თუ ვისგანაც მოვა ეს ჭორი თქვენზე იქნება აი რაღაცა თქვენთვის მართლა ერთგული ადამიანი. ხა ენის მოტანა ცოტა ძალიან ისეთი საქციელია. ნუ არ მიყვარს მე ეგეთი ქცევები ზოგადად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ცუდი გულით არ არის თქვენთან მიმართებაში და ცუდი იმით არ ამბობს რა. სხვათა შორის აი ამ გაწამბაწიაში და აი ამ რაღაც ამბებში რო ხართ ჩართული, აქ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც მამაკაცს ხედავ, რომელიც არ ვიცი ხა თუ ბატონები მისმენთ და მიყურებთ, ბიჭები, კაცები, მაშინ შეიძლება თქვენ ძმაკაცი იყოს ვიღაც, ან ნათესავი ვიღაც, ხო? თუ ქალბატონები მიყურებთ, აი მოკლედ მე გეტყვით პირდაპირ და თქვენ სიტუაციაზე მოვიგეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ რაღაცები შეიძლება თქვა, პირიქით აქ იქნება ვიღაცა კაცი, რომელიც კი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ისმის, მაგრამ მაგას სუფეხებზე კიდია ვინ რა სიტყვის თქვენზე. იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მართალი და პირიქით უფრო მეტი სიმპათია უჩნდება თქვენს მიმართ, რომ აი მაგ სიტუაციაში მაინც რჩებით ავთენტური, რჩებით საკუთარი თავი და ვერ ახერხებენ ადამიანები რომ მოგწვდნენ და ვერ ახერხებენ იმას რომ შეგცვალონ, აზრი შეგიცვალონ, ვერ ახერხებენ იმას რომ თქვენ მას დონეზე ჩაგიყვანონ და ასე შემდეგ რა. და აი მაგ ყველაფერს რო ხედავს, პირიქით უფრო მეტი პატივისცემა, პირიქით უფრო მეტი დაფასების სურვილი უჩნდება თქვენთან მიმართებაში. ხო, ახლა თუ ქალბატონები მიყურებთ, შეიძლება მე წეგანაც გითხარით რომ აქ არის შეიძლება ფლირტის ამბავი იყოს მეთქი და შეიძლება იყოს ვიღაცა იმართლა ან თქვენი ძმაკაცი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიღაცა ხო? მაგრამ ნუ დიდი ალბათობით თუნდაც მამაკაცები იყოთ ამ ამბავში, აგერ ქალბატონიც ხო ყავს. ხო? ანუ ქალბატონებს თქვენი დაქალი თუ და ან ვიღაცა ესეთი მოგიტანთ ენას, მაგრამ ამ თქვენს ამბავში იქნება ვიღაცა კაცი, ვინც აინუში არ ჩააგდებს მაგ რაღაც ლაპარაკს თქვენს შესახებ და მამაკაცები, ვინც მიყურებთ, შეიძლება თქვენს გულში ტრიალებდეს ეს ვიღაც ქალბატონი და უბრალოდ თქვენ გაეხվეთ რაღაც ამბავს, სადაც თქვენი ეს მეგობარი ან თქვენი ნათესავი გვერდში დაგიდგეთ, ასე რომ ვთქვათ რა. აი ესე აღიქვით. ხო, საბოლოოდ თქვენთვის ეს ამბავი როგორ ჩაივლის, რა მოიჩქარის, მეორე ვარიანტსა როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი მეორე ვარიანტისთვის საბოლოოდ. არაფერი ისეთი რას ვიძახი, იცი? პირიქით ადამიანები, ვინც კარგად გიცნობენ და ვინც თქვენს პიროვნებას და თქვენს ღირებულებებს იცნობს კარგად, ვინც იცის რეალურად თქვენ ვინ ხართ, ხო? ეს ადამიანები პირიქით დარჩებიან თქვენს გვერდით ბოლომდე და აი ეს სიტუაცია უფრო გამამყარებს თქვენს ნაცნობობას, თქვენს ურთიერთპატივისცემას, იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცა ესეთი მომენტია, რომ აი გამოცდა ადამიანების გამოცდა, რომ აი ვინ თქვენია და ვინ არა, ხო? და თლიანობაში თქვენთვის ეს მოიჩქარის ის, რომ საბოლოო ჯამში აი ეს ილუზიები რაღაც რაც შეიძლება გარშემო ტრიალებდეს, ხო, თქვენი პიროვნების შესახებ, ვიღაცებს რო აქვთ რაღაც ილუზიები შექმნილი, აი არაფერი თავისთვის ჩაიფარცხება და პირიქით აი ამ რაღაც ჭორებს თუ რაღაცას გადაფარავს თქვენი რაღაც ისეთი ქცევა ან ცხოვრების სტილი, მდგომარეობა, რაც რაღაცა ჩაფარცხავს აი ამ ყველაფერს პირიქით, იმიტომ რომ იცით თქვენ იმდენად განათლებული შეიძლება იმდენად იმდენად გათვითცნობიერებული ხართ ბევრ რამეში, ხო? იმდენად დაფიქრებული, რომ ხალხი იაზრებს, რომ თქვენ მაგას ესე ტყუილად არც იზავდით, ტყუილად არც გააკეთებდით, ხო? ანუ ვინც გიცნობთ და ვინც იცის თქვენი ფასი, იაზრებს მაგას რა და საბოლოოდ პირიქით ვიღაცებთან გაგიმყარდებათ და გაგიმტკიცდებათ ურთიერთობა და ვიღაცები უბრალოდ ადგებიან და წავლენ რა. და არა, მაგრამ თლიანობაში თქვენთვის მაინც კარგი პერიოდია. კიდევ ერთხელ ვიძახი, პირადი ურთიერთობების მხრივაც ვიღაცები, ვინც ახლა თავისუფალი ხართ და ეძებთ, ან ჯერ არა გიწყეთ, ეხლაც გითხარით, რომ ვიღაცა შეიძლება გამოჩნდეს ისეთი, რომელსაც აი მართლა საკუთარი აზრი გააჩნია და სხვის აზრს თქვენს შესახებ არასდროს ყურადღებას არ მიაქცევს და ყოველთვის თავისი ჭკვით გამოიტანს დასკვნებს თქვენი პიროვნების შესახებ და რა უნდა თქვენთან ურთიერთობაში და როგორი ურთიერთობა უნდა. ასეთი ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში. ეგეც რო იცოდეთ. ხო და ახლა დანარჩენი ეს რაღაცა პაჭაბუჭა საზოგადოება, ანუ ახლა ესეთები სულ არსებობდნენ. ასე დაამგვარად ჩემო ძვირფასებო, პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ ნომერზე 511 14 91 68 მიკავშირდებით ამ ნომერზე.
WhatsApp-ზე, Telegram-ზე ან Viber-ში. ეხლა კი დაგემშვიდობებით, ბედნიერებას, წარმატებას გისურვებთ, ნახვამდის.